ვინ არის ნიუ-იორკელი ასასინი, რომელიც UFC-მ დვალიშვილთან მეტოქეობისთვის დაიმატა. მერაბმა ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე ყველა მებრძოლი გაანადგურა და სუპერ-ფსუბუქ დივიზიონში მეტოქე აღარ დატოვა. სწორედ ამიტომ დანა ვაითმა ბელატორის ყოფილი ჩემპიონი და საბმიშენების ნამდვილი მანქანა პაჩი მიქსი დაიმატა. ამ ვიდეოში ერთად განვიხილავთ, ვინ არის პატრიკ პაჩი მიქსი და რას წარმოადგენს ის საბრძოლო სამყაროში. They can never keep me down, I'm going. And if I ever fail, just know I'll go again. I never quit, cause I know that every loss may lead to another win. I'm going up. I bet when I land, they gon' tell me it's luck again. See that I'm winning, it's harder to watch. I'm setting the stage, you should give me my props. You ain't got no soul, you lacking the spirit. You talk out your neck, I'ma show you I'm with it. I would really hate for you to sit and watch me win again and win again and win again. I know it's probably getting on me and win a synonym. So if I ever win again, it's no I did the minimum. I didn't have to sell my soul. Oh, yeah. Please don't play no games with me. It was never about the fame to me. They needed the best, so they came to me. აღნაგობიდან გამომდინარე პატრიკ მიქსი ჩვეულებრივ მსუბუქწონოსას არ გავს. ის 1.78 არის და ძალიან გრძელი წვდომი აქვს. ჩატარებული 21 პროფესიონალური ბრძოლიდან 20 გამარჯვებით დაასრულა. და მაინც რა ქმნის პატრიკ მიქსს ასეთ განსაკუთრებულს? მისი მთავარი იარაღი მისი საჭიდაო IQ-ა. მივცემ ჩემ თავს უფლებას და ვიტყვი, რომ მის მიერ ბრძოლის წარმართვის უნარი ჭადრაკის პარტიის გათამაშებას გავს. როგორც კი ამერიკელი მეტოქეს ზურგს აუღებს, მისი მოწინააღმდეგე შავ-დღეშია და ყველაფერი დამთავრებული ხდება. პაჩი მიქსს კარგი უნარები მხოლოდ მიწაზე არ გააჩნია. ის დგომშიც საკმაოდ კარგია. ცაცია დგომი აქვს, საიდანაც საკმაოდ ეშმაკური დარტყმების გაშვება უყვარს. პირადად მე, რაც პაჩის საბრძოლო სტილში ყველაზე მეტად მიყვარს, კლინჩში კონტროლის უნარია. აქვს კიდევ ერთი დიდი პლუსი, რაც მეტოქის დგომიდან მიწაზე ჩატყუების უნარია. მარტივად რომ აგიხსნათ, პაჩი მიქსი ხაბიბის კონტროლისა და ჩარლზ ოლივეირას საბმიშენების უნარების ნაზავია. ახლა კი ისმის კითხვა, შეიძლება თუ არა მერაბ დვალიშვილისთვის პაჩი მიქსი პრობლემად იქცეს. მერაბს რომ საბრძოლო ტემპის აწევა უყვარს და აქ როგორც თევზი წყალში ისე გზნობს თავს, ეს ყველამ კარგად ვიცით. პატრიკ მიქსის ერთ-ერთი დიდი კოზირი სწორედ აქ იმალება. ის ქაოტურ ბრძოლაში საკმაოდ კარგად გზნობს თავს. მას ჩუმ ასასინს ტყუილად არ ეძახიან. ქაოტურ ბრძოლაში ადვილად ნახულობს გამოსავალს და მეტოქის დასაბმითება არ უჭირს. თუ მერაბი მის ერთ-ერთი გზების მცდელობას უყურადღებოდ შეასრულებს, შესაძლოა პატრიკმა ეს მის სასიკეთოდ გამოიყენოს და დვალიშვილი დაამარცხოს კიდეც. ყველაზე მაგარი და თვალსასეირო ამ დაპირისპირებაში ის არის, რომ ორივე მებრძოლს ჩხუბი ძალიან უყვარს. გონია, რომ პატრიკ მიქსის სტილის გათვალისწინებით ის UFC-ში მერაბ დვალიშვილისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა გახდება. სხვათა შორის უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ პატრიკ მიქსის დებიუტი სწორედ იმ ქარtზე შედგება, სადაც მერაბ დვალიშვილი შონომალის დაუპირისპირდება. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ პატრიკ მიქსი შონომალის თანაგუნდელს მარიო ბაუტისტას ხვდება. ასე რომ, თუ პატრიკ მიქსი UFC-ში გამარჯვებებს მოაგროვებს, ამ ორგანიზაციაში სახელს მოიხვეჭს, მერაბ დვალიშვილთან ბრძოლა გარდაუვალი იქნება. საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ ამ დაპირისპირების შესახებ. გახდება თუ არა პატრიკ მიქსი მერაბ დვალიშვილის პოტენციური მოწინააღმდეგე? დაგვიტოვეთ თქვენი აზრები კომენტარებში და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და არ დაგავიწყდეთ ზარის ღილაკის გააქტიურება, რათა არ გამოგჩეთ სიახლეები MMA-ის სამყაროში. მომავალ ვიდეომდე.